რომ წარსდგებით მის წინაშე და ანუ რომ გარდავიცვლებით, თუ ვცხონდით, აღმოვაჩენთ, რომ როგორიც ის არის ქრისტეზე მიანიშნებს იოანე მოციქული, ეგეთები ვართ ჩვენც. და მის მარჯვნივ დავჯდებით და თავად როგორც ადამიანი, თუ როგორც ღმერთია, გასაგებია, მაგრამ როგორც ადამიანური ბუნება, რომელიც მიიღო, როგორც ადამიანი ამ სამყაროს მიღმა, სამყაროს შემოქმედის წიაღშია, მარჯვენით ჯდომა ამას ნიშნავს, იმ ძალაუფლების მქონია, რა ძალაუფლებას თავად ღმერთს უპყრია და ფაქტობრივად და მის მარჯვნივ ჯდომა ნიშნავს, რომ იგივე მდგომარეობაში მოდიხარ. ანუ ყველაფრით იგივე ხარ, როგორც ღმერთი, ოღონდ ეს ხდება საღვთო ენერგიით და არა ბუნებით, მაგრამ შენთვის და ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, როგორც იგივე მდგომარეობაში იქნები, რა მდგომარეობაშიც ღმერთია. ოღონდ მადლით, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომ ის მადლი, ანუ ეს საღვთო ენერგია შენ და ღმერთს საერთო გექნება. რა თქმა უნდა, მან მოგცა ეს, ის გაძლევს ამას, მაგრამ შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?